გამოხატავს საფტაცებას. მიაუსი და ხეის თუ ეგეც. ჩანე, როგორი მხიარული ისინი გაცვია, ეგეთი არის ხოლმეში. ეს თასმა მხიარული. გამოუცვალე? სამხიარულო თასმა. ანაშვიდებზე და 40-ებზე შავ თასმას იკეთებს. ანუ ჰალსტუხევითაა და იცვლის იქიდან გამომდინარე სადმინის. მრავალ ფუნქციური დანიშნულება. ორი თასმა მოყვება თავიდან რა სამხიარულო და ესა. და პრესატო გადაწყვეტა ეს. ამინდი რო გამოვიდა. ისინი დაუსვენდა შიძე იყო. ისინი მაინც არ ჩანს და რატო და დაცვითოს თქო. ისინი უფრო ჭირდება. სად არიან ქვია დანარჩენი? დანარჩენი წევრები? ეს მაინტერესებს რა მიზეზს დაასახელებენ და ну საცობით დაიწყებენ და კიდე რაღაცაც მოუწყვეტ. მე მოვედი 11-ზე. რატომ? შეცდომა გამოიწვია. ჩემი ახლა რატომღაც მახსოვდა რომ 11-სა და 30-ზე ვქონდა და ვიფიქრე ნახევარი საათით ადრე მივადრო რაჭული ლობიანი შეჭმაც. არა, რაჭული ლობიანი შეჭმა საათ ნახევარი არ უნდა. შენ რო იცოდე თემა. სალომე რადიოსის ხალხური ახალი წელია და უშუალოდ რა უნდა გავაკეთო. და რა უნდა თავი არ უნდა დაიბანოთ, მაგავი არ უნდა გადაყოს. თავი არ უნდა დავგო რაღაცა ის ანტისანიტარიის ჭუჭყიანი დრაკონის წელები. ხელი მაქვს დღეს დაბანინა ხო არ დავიღუპე. ჯანე შეთვის არ გვითქვამს და ოფისში ყავს წრუწუნა. არ არის არ ყოფილოთ რა და იყო სამი ხაფანგი და სამივე ცარიელი. შენ გონია ხაფანგებში ცხოვრობენ. არა, იმ პატარა ოთახში ხო იმოძრავებდა და უეჭველი დაიჭერა. ეგრე არ არის. როდის დადო? მაშინ და რა უდევს ხაფანგში? ახლა დასმები არ გავაფუჭო. რაღაცა და ერთი რაღაცა გაზეთი არის ხაფანგი, გაზეთი რაღაცა. ერთში ყველანაირ თაბზე მოემზადნენ. ერთში ყველი უდევთ. ერთში ნიგოსი და მეორე გაზეთი. აი მისნაირი თაგვით უშევო. გაზეთის კითხვას და დაიჭერე. უჩმელი თაგვითო ინტელექტუალი. ხوارი რა ინსულიერ საზრდოზია თაგვი და იმას გაზეთი უდევს. სპეციალური გაზეთი. საქართველოს თაგვები. ესეთი გაზეთი. თაგვის პალიტრა. მაის ნიუსი არ რაღაც ეგეთი გაზეთი. Daily მაისი. სპეციალია თელავში მიდივართ. რა გინდა თეო? ფრენ უნდა გადავიღოთ. როგორი ფრენ? მე ვავიძინო. აგინდა? არა, შენ უბრალოდ აეროპორტზე გამოგვეკიდები. მიმინოში რო არ მინდა ბინოკლი, ესე გამოგვეკიდები. ბინოში რას ნიშნავს? პარაშუტით. არა, პატარა თვითმფრინავით. სიხარულით. რა მოდელი. პატარა თვითმფრინავით, ცესნები რო ორ ადგილიანი რაღაც იქნება. მე რო არ ვიცინო და ქვემოდან კომენტარები. შენ იქნები დისპეჩერი. სერიოზული ხალხია. პირადობები გამოგიგზავნოთ. დისპეჩერი. მოგიგზავნოთ პოსტი. პასპორტად დანებულებს არ არის პირადობის მოსულობას არ. რატომ კაკაბო როგორ ახარ? ჩანელა სულ ახალი ფეხსაცმელებით მოდის. PvP battle-ზე იყავი, რაღაც ეგეთ ვიცე ხარ. PvP battle-ზე არის. რო რეპში რო ჯიბრებიან. პროგინებო მე. და ყველას რო უხარია. გამარჯობა, მოგესალმებით. ორშაბათი არ არის, არის ჩაწერაზე ორშაბათი გვაქვს და კაცებს ვიწერთ, რომელიც ხუთშაბათს დაიდება ახალი ეპიზოდი 386-ე. 400-ზე რა მეშვებით? კარგი კითხვა. 400-ზე ერთი ვიცით რომ თამადას. რატო შეიძლება ხო? რა კაია რომ თავიდან ვერ მითხარი და შუა გადაცემიდან არ შუა გადაცემიდან არ მომაბრუნე.
ვახლა თან უკუღმა იკეთებს. სკლეროზი მოქმედებაში. ეს არის in action. ასაკი in action. ძალიან ლამაზი ხარ. არ უხდება ამ საროჭკას და იმიტომ არ გავიგე. ან 4-ზე რა შვებით თამადას თამადას შევპირდით რომ 4-ზე თამადა გვეყოლება. თამადას შევპირდით თუ თამადა შევპირდა რომ მე 400-ზე მოვალო. კარგი, როგორც გინდა ისე ვთქვა. რაღაცა ხელი გვაქვს ჩამორთმეული რომ მე 400-ზე გადაცემაზე თამადა გვეყოლება. მაგას ქვია შევთანხმდით. შევთანხმდით. თამადა მე ნასვამი არ მყავს ნანახი. აქ მყავს ნანახი და ფხიძელი. თქვენ წფრიზლები იყავით? ჩვენ მაგარი მტვრალები. როგორ ხართ, რა ხდება შენსკენ დადო? ბიჭო, ძალიან უცნაური რამე უნდა გითხრა. აი, არ მახსოვს, სულ რამდენიმე ფაქტი შემიძლია გავიხსენო, როცა სიზმარი ვნახე და შეიძლება სულ ვნახულო. ეგავით და ხილვები დაეწყო. გამამახსოვს. ეხლა შენ გნახე სიზმარში. ვიცინოდი? სუდათ არის საქმე. ავტობუსში ვიყავი. ესე ვიდექი და შენ ამოხვედი წინ ავტობუსში. და უცნაური ამ დავთავრდა მარტო ის კი არა. ესე მიდიოდა ავტობუსი და აქედან ამოხვედი. ანუ ინგლისში ვიყავით. ან იაპონიაში. ან იაპონია. ბილეთი ორივეში. უფრო ინგლისში, იმიტომ რომ ხალხი მაღალი იყო. იაპონიაში რო ყოფილიყავით, ესე ამოხვედი. არც ინდოეთი არ იყო. ავსტრალია? ხო, ავსტრალია ან ეს. არ ვიცი, ავსტრალიაც არ მგონია, იმიტომ რომ ეს თავისი პალტო ეცვა. და და არაფერი ესე ამოხვედი და მე აღარ მახსოვს. გიცანი თუ ნივიჟუ დაგირთხი თუ აი ესე ამოხვედი და იქ ბილეთის ასაღებად დაიწყე ჩალიჩი და აი აქ გაწყდა. რაღაცა კავშირი თუ მეხსიერება თუ მეორე რაღაცა. ხელი ვიღაცას ხო არ ჩაუყო ჯიბეში. არა. რას დაინახო ბიჭო ამ სიშორეს ავტობუსში ხომ მისდარხარ იქ და აი თვითონ სიზმარი არაფერს რო არ გვეუბნება დაურწმუნდა. მაგრამ ნახე ცნობილი იუთუბერები რომ მომენ იმას რომ გამაყურებელს მიმართავ თუ იცით რას ნიშნავს ეს მოგწერეთ კომენტარებში. მოგწერეთ აუ ეხლა კომენტარებში ავტობუსი არ არის. მე ვერაფრით ვერ მივხვდი რას უნდა ნიშნავდეს და თან ის ვიფიქრე სარკულად ხო არ მოჩანდო სიზმარი ანუ აქედან ხო არ ამოხვედი მაგრამ ესე ამოხვედი შენ რას აკეთებდი? კაი მე თავი დამაგე. ავტობუსში რა უნდა მეკეთებია არა, სად მიდიოდი? სად მიდიოდი? ინგლისში სად მიდიოდი? სადღაც მივდიოდი ავტობუსში ვიყავ არ ვცდილობ რომ რაღაცა გამოვადნო. ვერც ნომერს ვერ ვიხსენებ რა ნომერ ავტობუსში თორე მაქედან ხო მივხვდებოდი სად მიდიოდა ის ვერ მიხვდები თუ ინგლისში იყო რა იცი რა ნომერი სად დავსერჩავ ინგლისის 392 სად დადის რამე ეგეთ ხო არ გახსოვს შემდეგ 394 წრიული. დიგბენთან ატყიალებს და შემდეგი გაჩერება აი ესე დამესიზმრე ვა რა უცნაური შემდეგი გაჩერება ბუკინჰემის სასახლე. ხალხი ისეთ სიზმრებს ყვება შურს და მერადებილობა და მესიზმრე ავტობუსში ვიყავი და კაკაბა მოვიდა მოსაყოლადაც დებილური სიზმრე არ ავტო მატარებელი მიდის და ვინც მოასწრებს და მე მოვასწარი ფაქტიურად. ესენი მე რაღაცა დაუკავშირე რომ საერთოდან იქნება კარგი ამბავი ჩემთვის და შენთვის. გამოცდის სიზმარია. ბიჭო ისიც არ ვიცი ესენი უკან იდგნენ არ იდგნენ გაიხედე რა ნახე ხო შუაში იდექი? ხო შუაში ვიდექი გრძელი ავტობუსი ის ხო არ იყო აეროპორტის ავტობუსი თვითფრინავიდან შენობამდე რომ იყავ ხალხი არ გამოურიცხავ იმიტომ ქონდა იქით ამხარეს კარები. ხო არ გამოურიცხავ აი ამბავია. სიზმარია. აი რომ მოინდომებ ყველაფრისგან შეიძლება რაღაცის გამოვედი. გამოყვა ჩემოდანი ხო არ მქონდა კერიონი. არა არა, ის ჩაბარებული. ჩაბარებული ქონდა პასპორტზე ქონდა მიწელებული რა შვები ჯალედ როგორ ახლა მოუხსნა შერაგჭის რაღაცა ბეწვები გაქვს ძაღლი შემახდა დღეს. აა ხო. მეთქი რაღაცა გამარჯვება იზეიმე არა. გამარჯვება რომ იძება ბეწვები რა შვი. გამარჯვების ზე ამანდა ზაღობა. არა, დღეს ვიხუტნავეთ. ცვივა ბეწვი ძალიან
ცივად ოლის ფანტელი. ეს ჩვეულებრივზე მეტი ჩანს. არა, ჩემი ძაღლისთვის შეუძლია წამოიჭი ხოცა იქ რაღაცები ხდება იქ. ცუა თოვლის ფანტერიო რაღაცებს იძახო. სულში რომ მუსიკა. სულში რომ მუსიკა ყველაფერს იგით მიყავ ხარ. კი, აი მაინც ბუნებით რო ხარ მუსიკოსი. და გიტარისტის და მუღამე. რა. სოლო კარიერას ვიწყებო. წინა არის დაამთავრე წინა გადაცემა. ხო, მაგრამ წინა გადაცემაში ისიც თქვი რომ ეხლა ნერნა სხვა ინსტრუმენტებს ავითვისებ. ხო და რამე ინსტრუმენტ ხო არ წამოდის. არა, ვფიქრობ. შემდეგი რა? ეპარება. ისევ სიმებიანს ვეცე, კლავიშებიანს ვეცე. მაგარი ამბავი თუ სასულია ჩემი ისა რა ქვია სფერო, ხო? ეს უნდა გავარკვიო და მე გეტყვით. ასაკთან დაკავშირებით მაგარი ამბავი მაქვს რა. ოქტოპუსში ვარჯიშობ იმაზე რა ქვია. ხო იცი გასახურებლად რო დგებით ხილამურებით რაღაცა რა ქვია და. ხო, ესა ხო? ხო, გვერდზე ამომიდგა ვიღაცა რა, რომელიც ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ისიც ვარჯიშობს რა და ხო ხვდები ხა რომ რაღაცა გიყურებს და მომესალმა გამარჯობათ რაღაცა თქვენი მაყურებელი ვარ, სასიამოვნო. მე ცოტა ხანი პაუზაა და კიდე რაღაც თქმა უნდა და მითხრა რომ მეობებია ჩემიო. ესე უქსვავდაო ტელევიზორთან და მეუნებოდაო რომ ამად გადაცემებს უყურეო. იუმორის გემოვნება ჩამოგიყალიბდებაო რა. რაღაც სასიამოვნოა ხა ძალიან. რა, თუმცა მესიამოვნო რა, კარგი ადამიანი. საყვარელი ბებია. ბებია როგორ არის მეთქი და გარდაიცვალაო ბებიაო და მანდ მივხვდი რომ ძალიან დიდ ასაკში შევაბიჯეთ ფეხი. იმიტომ რომ ბებია ალბათ გეყურებდა 105-დან მოყოლებული. კი არა, ამასინა ტაქსმა მომიყვანა და აქ გამიჩერეთ და კი ბიძაჩემო, აი გაგიჩერებ უმითხრა და ეს ბიძაჩემოზე რა ვიფიქრე, იცი? ეხლა რა მაკლია ტაქსი და რო გადმოვა, პიონერები რო გადმოვიდნენ და ქუჩაზე გადმომიყვან. ეგ გამაკლია, თორე იქნები ჩვეულებრივი პენსიონერი რა. პიონერები. შაბათს ვიყავი ცეხში და კიკალა შემოვიდა გაბრაზებული რა. გარეთ არის კონტროლ კონტროლია რა, ანუ ხრიკავენ უშევენ და ესეც მივიდა კიკალა რომ გაეჭრიკა და მიდი ბიძა ჩემო შედიო ეს. კიკალა იყო გაბრაზებული, ვინც მითხრა თვითონ ჭაღარა იყო. რატომ მეუბნება? ბიძა ჩემო. ისტორიები ასაკზე. ხო. ეხლა დავწევ ასაკს. ნიკოს ვეკითხებოდი რაღაცეებს რა. რა იცი მეთქი რა. რაღაცები სკოლაში დადიხარ დათიანესებ, კაი, მაგრამ რაღაცები ხო უნდა იცოდე თქო. და ითქე რომ რა ერქვა მეთქი ილია ჭავჭავაძის მეუღლეს. არ ვიციო. მეთქი ოლღა. ეგო რანაირი სახელი არის, ეგო ზმნა არისო. მეთქი რა როგორ არის ზმნა? აი იჯდა და ოლღა. აი გავანებეთ. რა მოხატავს ოლღა? არ ვიცი. ოლღა ის ერთპირიანი ზმნა. მე რო გითხე რა არის ბისექტრისა მეთქი. დაიცა ოლღა პირველ პირში ვოლღა არის. მე ვოლღა. ის ოლღა მე ვოლღა. ხო. გითხე რა არის ბისექტრისა მეთქი და ბისექტრისა ის არისო. ჯდამტირალი წყლის აპირსა და ბისექტრისა. ვა, მაგრაჯდება აგრეგიროა გერწონეთში არის. ვა, მაგრაჯდება. ჩავიქნია. ჯდამტირალი წყლის აპირსა. არა, ჯდამტირალი ბისექტრისა. არა, ჯდამტირალი წყლის აპირსა და რაღაცმა ბისექტრისა. მარტი კუთხის ბისექტრისა. მარტი კუთხის არა, ბისექტრისა სხვა არის. და სხვა. ხო, მაგრამ ბისექტრის და გაულებული მარტი. ხო. სხვანაირი იუმორის თაობა გვიახლოვდება და წამლეკავს. წამლეკავს. კი. ეს შენი ნაკურთხი მეხი, კონს ვეღარ გაიყვა. ჩვენი დრო მიდის. და ოლღა უნდა დავიმახსოვრ. ხო, ერთ რატო ორპირიანი რატო არ შეიძლება ოლღა ისმას? ხო. მე ვეთანხმები. მაშინ უნდა იყოს ოლღავს. არა, ოლღა. ხო, ფლობდა ისმას. უბრალოდ საინტერესოა რას გამოხატავ. არ ვიცი ხო და ვერ ამიხსნა არა, მაგრამ რა შეიძლება რომ ზმნა გამოხატავ. რატო ქვიაო იმ ხალხსო და ისდა და ოლღა, ესე იგი დარდობდა, აი რაღაცა ესეთი არის რა, იჯდა და ოლღა. ვარი გეთქვა მაქალის. უთხარი. რა მე მეტროს რატო ქვიაო მაქალის ახალი კითხა. არა, ნამყოფი ვარ რომანდო. საგურამოში.
ნოტბუქი იქნება. ხო. ჯამტირალი ბისექტრისა მაგალითად. ჯამტირალი ბისექტრის. საგნებს რო აზილავ ერთმანეთში ეგარი რა. რა კარგად მეცადინეობს ალბათ ხვდებით ყველა. ახალი ამბები რო დავიწყოთ, კატეგორია საქართველო ტირე ევროპა. როგორ? საქართველო ტირე ევროპა. კი ბატონო. ევროსტრუქტურების ინსაიდერი ჟურნალისტის რიკარდ იოზვიაკის ეს არის რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს მარტიდან ევროკავშირში უვიზოდ ვეღარ იმოძრავებენ და მოუწევთ ალბათ ვიზის აღება. ოპა. წინააღმდეგ მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი ხო. ჯიგრები. ეს კაცი ხო იცით ვინ ადრეც ვახსენეთ. მართლა? ეს მიერ მახსოვს. ამან დაწერა პირველად უვიზოს მისცემენო ქართველებსო, ამან და ამ დღესო და გაატყა. ვინ ყავს შიგნით? ყველა. ბიცოლა ყავს. უნგრეთი და სლოვაკეთი რო არ ყავს ეგ ფაქტია. ესეთი სადაური იოზვიაკები არიან. არა, ამან ისიც ყავს და იცოდა რომ იმათ არ მისცეს. არა, გავიგე, მაგრამ ვინ აწვდის ინფორმაციას, აი ვიღა ნათესავი უნდა ყავდეს. რომელი ქვეყნიდან არის იოზვიაკი? სადაური იოზვიაკები არიან თქო, შენ გეცოდინე. გვარი პოლონელს. პოლონური. იოზვიაკი კარა, ეგ არის იაზვიაკი. იაზვა. იაზოკაც. ბიჭო, რა მაინტერესებს იცი? არ ვიცი. ეს ისა დიპლომატიური პასპორტი თუ არ შეგიშვებენ. ხო. წახვალ იუსტიციის სახლში და აიღებ ჩვეულებრივ პასპორტს, ხო? არა, სხვა რამეზე აქ ლაპარაკი. რო არ გესმის და მოწმენის კულტურა და საკითხულიდან შინა. მითხარ და თუ ვერ გავიგე დავიჭირ. თუ ვერ გავიგე, მე როცა დიპლომატიურ საქმეზე მიდიხარ, ხო. მაშინ დიპლომატიური პასპორტი გჭირდება. ერთი წამი. რომ მივიდე და ჩვეულებრივი პასპორტი ავიღო. ბიჭო, რას ქვია დიპლომატიურ საქმეზე მიდიხარ? საქმეზე თუ მაგზავენ და ისეთ პასპორტს მაძლევ რომ არ შემიშვებენ იმ საქმეზე, არ ჯობია წავიდე. არა, იუსტიციის აი რაღაცა წავიდე. დაუშვათ ტარდება ევროკავშირის რაღაცა ენერგო უსაფრთხოების სამიტი დაუშვათ. და საქართველოსდან გადაწყვიტა ვიღაც დიპლომატმა რომ მეც წავალ ამ სამიტზე. გადაწყვიტა სამინისტრომ რომ შენ წახვალ, ესე ხდება. კი ბატონო. შენ წახვალ ამ კი ბატონო და იქ იმ სამიტზე ფიქრობენ რომ იმათმა რომ გადაწყვიტეს ჩვენ არ გვინდა რომ ეგ ჩამოვიდეს. და ეხლა რადგან ვიზარჭირება შეუძლია ჩავიდეს და მივიდეს ამ სამიტზე და ისე მოწოდოს რომ ეთქვიან რომ არა იცით ბოდიში. ან არც მესაზღვრე. არ დაგეცა მესაზღვრე და შენ შემოხვედი სად მივძანდებით? მე სამიტზე. სამიტზე. ამ პასპორტი? ხო, პასპორტი. არ შეიძლება. დიპლომატიური პასპორტი აიღეთ და მე მოგბრძანდით. კარგი. თავიდან მკითხე. გაბრუნდა და მოდი. თავიდან მკითხე. არ შემომჭი. წავედი სხვას მივადექი. სად მიგზანდები? საკულაოდ. ამ პასპორტით? იქ არ შეგიშვებოდი იმ შენობაში. სამიცი აღარ შეგიჭობენ და სულავენ. იმ შენობაში მაინც მოწვევით არის შესვლა. არ ყოფილიყარ კონფერენციაზე პასპორტს ვინ ხო და ვინ მიგიწევს? კონფერენციაზე დიპლომატიურ პასპორტს თუ არ ცნობენ, შენსაც ვინ მიგიწევს ეგეთ ომზე? ბიჭო, თუ არ მიგიწევს, მაშინ დაწერონ არ მოგიწევთო. აქ ლაპარაკია რომ უვიზოთ ვეღარ შემოხვალთო და უვიზოს აბამენ ისეთ რაღაცას, რაც შემიძლია გადავაგდო. მე ჩვენთან დიპლომატიურ პასპორტს როგორ აქვს? იცი, შეუძლია ნებისმიერ დროს შეხედოს შეზღუდვები არა აქვს, როგორც ჩვეულებრივი პასპორტი სამთვიანი და რაღაც ეგეთია და ეგენი ალბათ გაუგდებ. ხო, მაგრამ მე შეუძურე იქ და მე ამას ჩავიდებ ჯიბეში და დიპლომატურს გავაძრობ. ნუ ბოდიალობ. გააძრობს. ხო გაჩვენე რა დაგემართება ევროპა. ვერმა ჩვენე, ვერა. როგორ მეორედ ვიღა მოგისმენ შენ? მეორედ ბიჭო, ამას ხო ვეთყვი დანარჩენ სამინისტროს და ყველა ჩავა და იტყვის რომ საგულაოდ მიდიან და всё. ანუ ეს არ იმუშავებს ეს სანქცია. ისეთ ქვეყანაში სადაც მოდი ახლა შეიძლება თავიდან გავიაროთ. შენ ხო მოგეცით ერთი შანსი იმასაც მიეც. ჩამოვიდა შენი ძმაკაცი. გამარჯობა. სად მივძანდები? გამარჯობა შოპინგზე. თქვენ საქართველოს ამ სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე არა ხარ? არა. აბა, დაბალ თანამდებობაზე ვარ კომერციულ კომპანიაში. თქვენ თვითონ არ აღიარეთ? არ ვაღიარებ. და სხვამ რო არ აღიაროს ეგ საქართველოში ციხეა მაგაზე. არა უშავს. დამიდექი ახლა. არ შემთთვის ხო თავარია შევწრე და ყველაფერზე მივდივარ ამ დროს.
ანუ სუტყვილა აკეთებენ ამ ამბობს. ყველა კი ესეთი უტიფარი. და ლაბაძემ დაუხატა როგორ უნდა შეძრენ ევროპაში. აბა რა ეხა ტრეინინგს ჩაუტარებენ მაგათ აი, მაგის მერე ახალს მიიღებენ, იმათაც რა აქვს საქმე. რას? ესე თუ შეძრა ვიღაცა, მიიღებ რომ კუჩაში თუ დაგინახეთ. ძაღლს გავაუშვებთ და გამოგეკიდება. ქართულ დიპლომატს. მეორეზე მიდიხარ უკვე ძეხვით. კრაკოვს იყიდი და რო იცი რომ ძაღლია საშიშროება შესასვლელში გითხარი რასაც იძახი და დაინახავ ძაღლს მოტეხავ გადაუ მერე უკვე ისინიც დაიხოცებიან და ვეგანი ძაღლები იქნებიან. მესამე იტერაცია ბროკოლით. ძეხვით და ბროკოლით რა იცი რა აი ესე დაიწყო გავერთობით, მაგრამ მოკლედ მერასაცა. ძეხვის სუნიანი თუ მე თვითფრინავში ესე იგი დიპლომატი. შემდეგი კატეგორია საქართველო და BBC. ვა. საქართველოს და ევროპა საქართველოს BBC-მ საქართველოს ქართულ ოცნებას პასუხი გასცა. ან საჩივარი რო შეიტანეს იმ ფილმზე. უჩივლეს. ტყუილია ეს ამბავიო და იმას შევვითო BBC-მ თქვა რომ ჩვენ აი ამ ფილმს როდესაც წყალი წვავს ბრძოლა საქართველოსთვის გვერდში უდგავართო და ანუ ამათ მხარეს ვდგავართო. ამის მერე შალვა თქვა რომ რაღაც დრო უნდა გავიდეს და მე აქვთ უფლება რომ უჩივლონ უკვე მარეგულირებელი რაც არის მათი კომისიაში. ისიც განიხილავს მერე და თუ ისიც ისე დამთავრდა რომ რომელიმე მხარე უკმაყოფილოა, მე შეუძლიათ რომ სასამართლოში უჩივლო. ამასობაში ესეთი პროცედურა, ანუ პირველი ეტაპი, მეორე ეტაპი რაღაც პირველ ეტაპზე მიწერეს თვითონ BBC თვითონ BBC. რომ თქვენთან რო კაცი მუშაობს ცუდ ფილმებს იღებსო ამოშალეთო. იმად მაუთხეს რომ ჩვენო ვიცით ეს კაცი რასაც იღებსო და ძალიანაც კარგ შობაო ეხლა ესენი რაღაცა პერიოდი არა, თან როგორ იყო, იცი? ვიღაცა იყო ჩასული, კი არა, თათენენ კი არ მიწერე, ჩასული იყო და უთხრა რომ თქვენთან იმათ რომ თქვენო დიპლომატიური პასპორტი ხო არა ხარ. იმან არა საგულაოდ. საგულაოდ. მაგრამ არის მაქვე ვიყავიო და მოვედიო. არ არის სწორი, იმიტომ რომ ინგლისში ისედაც სავიზო მიმოსვლა გვაქვს, მაგრამ ევროპაში შეხვდნენ. ევროპაში შეხვდნენ. დიპლომატიური პასპორტით მაინც შეუშვებდნენ ინგლისში. ხო, ბრიტანეთს არ ეხება ეგ თემა ევროკავშირი არა. ხო, დიპლომატიურით მაინც ყველგან ო მაგდიდან იქნებ მანამდე შეზღუდა ეგ პასპორტი. ანუ იმას ვაგრძელებთ? საჩივარს? ხო. ეხლა BBC versus საქართველოს. კი, უბრალოდ ხო, ოღონ ეხლა უფრო მაღალ ეტაპზე გადავა, ანუ რაღაცა მარეგულირებელი სანამ სასამართლომდე მივა ან BBC აღარ იქნება და ან ეხლა ხო BBC-ს უცხეს თქვენი ჟურნალისტი ატრაკებსო მე ეხლა იმ კომისიას ეწყვიან რომ BBC ატრაკებსო სასამართლოზე თქვენ კომისიაო. არა, ეს ქვემოთ ვინც არის ყველა ატრაკებს არა, ეგ არის იმასაც თხადავენახივით რა. ჯერ თავიდან უთხრეს რომ ჟურნალისტია. იმათ უთხრეს რომ ჟურნალისტი და BBC. ჟურნალისტი BBC და კომისია და ემატება ეს. ოთაშორის ეს კამპანია რო დაიწყო იმედიაში და აშკარა ნუმად აქტიურად რომ BBC-ო როგორ ვერ ვიყიდე იმეთი ბიჭო არა მოდის თავიდან BBC-ო ესეთი ტელევიზია არისო ესეთი ილანძღავდნენ რა და მე თვითონ გაიყიდნენ 1000 ლარი BBC კი აჯერჯერო კიდე შემდეგი კატეგორია არის იუბილე. ვა ვისაკი ის მოჩვენება 10 წლისაა. აი თითიდან გამოწვილი იუბილე არა ბიჭო, კაია. არ გახსოვს რა ამბავი იყო მაგაზე ატეხილი? ხო მაგრამ ეს 10 წლის რომ მივაკერეთ შეიძლება 1000 წლის არის არა ამაზე რომ 10 წლის წინ ამბავია ეს გასკდა ეს ამბავია და არა კომისიის მოჩვენება მოჩვენება მოჩვენების სათავე ითვლება, თუმცა გამოჩნდა იქიდან. როცა დააფიქსირა ვიღაცა აი ხო რაღაც სახელი არ დაარქვე რეიკი. რეიკი. ო, ბიჭო მოჩვენება მთავრობასავით თუ ვინმე მარაღიარა რომ მოჩვენება არის და დაინახა ანაირი მოჩვენება რუბრიკა მოჩვე კატეგორია მოჩვე შედარებები. ბრძნული შედარება. ჰიპერბოლები ეს გახსოვს ეს რა იყო? ხან კარზე აკაკუნებდა, ხან ხანჯარზე. ესეც სანიშნავო ამბავი გობეს წერია გადაახტებოდა. მან რასაც შეგოდა მედი გავახსენე ხან ნატურას აანთებდა, ამტრევდა ვინმეს რო არ დაენახა. ხან ძალიან დიდ ღობეს ისე გადაახტებოდა, რომ თითქოს საერთოდ არ არის ბარიერი.
ჯოკინის იყო სიმაღლეზე მხტო. ხო, იყო რომ ვიღაც მაგის მე ის იყო. სიუჟეტი იყო და რაღაც უზარმაზარი ყოლბე იყო და აი ამას გადაახტავა და გაიქცაო პირდაპირ. ბიცოლაჩი მსჯეროდა. რომ მართლა არის. არა, მართლა არის ესეთი. მე გამოჩნდა რა სხვა სოფელი. და ეხა დაბძენდა 10 წლისარი და უკვე ესეთ რაღაცებს ახლა ხო, არა, და მაღაზიაში გადაძვრება მაკარონს იყიდის რაღაცა თავისთვის მოიხაშას არავის არ აწოლხებს. ეხლა უნდა გამოჩნდეს კუმისის მოჩვენება. და ისა თვალები ანათებდა. ხო, ეგეც იყო, ხო. ხო. და მაგრამ მე ხო ნეტარ სად არის ეხა წავიდა ეგეც გაასწრო. ხო, მექსიკიდან გადავიდა ამერიკაში. ეხლა არის ტეხასის მოჩვენების სახელით არის. მოდი სხვა რაღაცებსა, ან რაღაცა ნავთობის ჭაბულ ღილს მიამპრე. გააფრთხილეს რომ ქართულ მოჩვენებებს არ გაეკარო. არა, ხო. თან ხო იცის ღობერო დადგა ტრამპა იმას ადვილად გადა. იქიდან გადაყავს სხვა მოჩვენებები. ამაზე ბოლოს რა გაირკვა, რომ რა იყო? ვერაფერი რო ვერ გაირკვა ეგ იყო. ერთი ვერსია ხო იყო რომ რაღაცა ის იყო. სამხედროები. სამხედრო ტყნა იყო ხო, რომ ვიღაცა შეპარულიყო. ერთ-ერთი ვერსია იყო რომ სპეციალურად მიდიოდა წვნები რომ ერთი კაციანი ის იყო. არა რაღაც ჯგუფს ვნიდნენ იმისთვის რომ შეუმჩნევლად შევიდეს და დასახლებულ პუნქტში და ვერავინ ვერ იპოვდა. და თვალები უნათებდეთ? ის ხა მიამატეს და მე. გელივით ყმუოდნენ და ნათურებს ხსნიდნენ და ამტრევდნენ. ეგ ბუნებრივია ხა თუ სადღაც იმალები ნათურებს მოხსნილ ვარ და გინახო. ხობეზეც გადახდები თუ დაგინახეს ჯერჯერობით და უილზე ვერ გეტყვი. კარგი თუ ხარ გაწვრთნილი გადახდები. ხო. კატეგორია ბრიტანელი მეცნიერები. ტვინი შეურაცხყოფას 20 წლის განმავლობაში იმახსოვრებს და კომპლიმენტს ერთი თვე. წარმოგიდგენია? ან თუ გინდა რომ ვინმეს თავი დაამახსოვრო, შეურაცხყოფა უნდა მიაყენო. ხო, გაგინო რა. აუ ვიღაცას უთხრა შენ გენაცვალე შეახვარო. ერთი თვე ახსოვ შენ გენაცვალე. მე უკვე მარტო ახვარო, ხო? ერთი თვე დაბალანსებული და მე ბიჭო ერთის მე რა მითხრა იმაგაიგო. ვა, და 20 წელი თუ გავიდა და ვიღაცამ დაგინახა წებს ფიქს. ამან მაგინა თუ იმას ხო, უკვე არც ის ხო, ახსოვს. ისიც აღარ ახსოვს. ანუ ვიღაცა მტერი თუ ყავს 20 წელიწადში ერთხელ მაინც უნდა აგინო რომ სულ ფორმაში იყოს თქვენ შორის ურთიერთობები. და თუ ვინმე საყვარელი ყავს 30 დღეში ერთხელ უნდა უთხრა რომ მიყვარ ხარ რა კარგი ხარ შენ გენაცვალე რომ სულ თბილი. ხო, ისე დააყენა რა რემაინდერი ტელეფონს. რომ დამოგიგდებს ვიღაცა ყავს საგინებელი ვიღაცა. ავტომატური მესიჯები რო იგზავნებოდეს ბანკში როგორც არის. ხო, შეიძლება. ისე ხელ მიგზავნია გაზზე თუნდაც. 20 წელიწადში ერთხელ ამას მიწერე რომ ახვარია. ნახე, ტვინი არის ბოღმა რა. ბოღმა არის ტვინი. ბოღმა კი არ არის. არ არის, როგორც გადარჩენის ინსტინქტზე მიგმულია რომ და თან იმაზე რა მახსოვრობა არის ემოციაზე და რაც უფრო ემოციური ის არის უფრო გამახსოვრდება და სავარაუდოდ უფრო იშვიათად ცუდ რაღაცას გეუბნებიან და ემოცია მეტია და გამახსოვრდება. მეც უფრო იმის ვერსია მგონია. ის ცუდი არის და დაცვითი ფუნქცია, სადმე რომ ჩავარდი და ფეხი არ მოიტეხე, იმახსოვრებ რომ მეორჯერ არ ჩავდე და ვიღაცამ კაი ბიჭი გითხრა ის არ გჭირდება გადარჩენის. არ არის, ვერ დაგეთანხმები და რატო გეტყვი შენივე მაგალითზე გეტყვი. აქ რო გააღებ კარადას და გემრიელი რაღაცა დაგხვდება. ხო. მე ავტომატურად შენ რო შედიხარ ისევ აღებ. ხო, მაგრამ ნახე, თუ ეგეც გადარჩენა არის. რო გავაღე და არ დამხვდა გემრიელი, ეგ მახსოვს ციცა. ეგ არის გადამრჩენელი და არა ის, რომ როდესღაც, უიმე, კი არ მინახია წინა კვირას რომ მოიტანეს იშუებით. ია შემიხედავს. ამიტომ მე ლაპარაკე და დილეტანტებთან. იგი ფსიქოლოგიის გურუს ელაპარაკა. კატეგორია clickbait-ი. ვერ გამოგყევი ბოლომდე, მაგრამ მზემ დედამიწას გაუხიმა. ისევ დავიკარგე. მოკლედ ძეზე არის რაღაც აქტივობა, აინახე ფოტო. clickbait იცი რა არის? არა. ნიუსის ან ვიდეოს ისეთი სახელი, რომელიც შეიძლება კავშირში არ არის შინაარსთან, მაგრამ გაიძულებს რომ ვახ, რომ დააჭირო და კლიკ. clickbait, ანუ
იპყრობ შენ ყურადღებას. აფეთქდა $1,000,000 რიგდება კაცზე. ხო შეხვარ იმ წუთში, აბა, მე თუ შეხვარ. არა გუმა $1,000,000 გამორიყა. ახალი. არა მზე დაემსგავსა სმაილს. ამის შესახებ 13 თებერვალს მზის ასტრონომიის ლაბორატორიაში განაცხადეს მზეზე ხო არის ხოლმე რაღაც აქტივობები და ეთქობა ეხა ისე დაჭდა რომ ეს აქტივობები ესე არის რაღაც თვალები და ღიმილი. მაგრამ სამი თვალი აქვს. ის შუბლზე ის არის ინდოელია და ხალია. რაღაცა პორტოხალს გავს მე თუ მკითხავ. პორტოხალია, ხო? კანი ისეთი აქვს, რომ პორტოხალიويت არის. ის ადგილები რა არის, იცი რომ სინჯა კაია თუ არა, ფრჩხილი დეგა. ხო. ვა, გაუღიმას გარდა რა შეუძლია მზეს კიდე დედამიწას შუათითი სხივის თორცნოს, ფანჯარა სხივის თორცნოს. შუათითი უჩვენოს. ო, ძენ პანჯარას სხივის თორცნა კლასიკური შეუძლია როქნა. დილარი მშვენიერი. მოჩვენება არის ფანჯრებს რო რაღაცებს თქო. ნუ აუერთე ხეთმან. მზეს კიდე რა შეუულია? პირსი ბანს. პირი და და ისა. მზე რაღაცა იხულებს და ჩაქრება როა სიმღერა ხო? იხულებს ზმნა არ მახსოვს. იტირებს და ჩაქრება. შეუძლია იტიროს. მზე შეუძლია პირი დაიბანოს. თქვა მოსმენის კულტურა რო არა. ხო გითხარი, აი ასაკის. ამისგან აღველობდი რამე პოზიტიურს თუ გაიხსე. ჯერ ხო მიკროფონი დაავიწყო და. და დღეს ხო იცი ის რომ მოვიდა. დღეს სალომე რომ მოვიდა. თქვა რომ დღეს ღამე იწყება ჩინური ახალი წელი. და რა არ უნდა გააკეთო, იცი? არ უნდა დაიბანო დღეს. ხო. და კიდე რა და ნაგავი არ უნდა გადაყარო. დიდი ანტისანიტარი გაგვეყოდება. 2020. რამდენი ერთი წელი თუ რამდენი? არ ვიცი. გავიდა რომ დაბრუნდება უკეთ. იცი რა მაინტერესებს? დღეს ანუ 12-მდე თუ არ ვიცი. 17 იმიდან რა. არ ვიცი. რო შემოვიდა უსმენდა და გითხრა რომ საჩქაროთო თუ ისა რომ ხელის დაბანასაპირებით არ დაიბანოთო. თავი არ დაიბანოთო, ნაგავი არ გაიტანოთო. გაწმენდა შეიძლება? ხველის ალფა. რა დაბანასავით არა. საიდან მიუძღა ჩინურა ხალწელს. რა დაბანასავით არა. ისევ ჩინელების გამოშვებულებით. ცხენმა რო არ დაგინახოს ისეთ ადგილას შეგიძლია. ცხენის იპოდრომთან ახლოს არ. მე გიშა რომ ჭუჭყიანი წყლით რო დაიბანო. ან დაიბანო. თან ჭუჭყიანი წყლით. მასაც არ შეაწუხები. ტალახის აბაზანები. კატეგორია ლიდერები. ვრცელდება იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის და მოზამბიკის პრეზიდენტის დანიელ ფრანსისკო სასახელი გვარი შეურჩევია დანიელ ფრანსისკო ჩაპოს შეხვედრის ჩაპო ჩვენი ჩაპოსი რა ხო და ეს კადრები ვიდეოა ფრანსისკო არის 2 და 3 და 63 არის ჯორჯია ბიჭო ეს ნამდვილი კადრებია თუ ხელოვნური არა ის გაკეთებული 163-ია და ეს არის 2 და 3 და ნუ ეგეთი ის იქნება ბიჭო მედვედევის ხელა ყოფილა ბიჭო ეს მედვედევის სიმაღლე რატო იცი სამს რა არის რაღაცა ადრე მოხდებოდა შეხვედრაზე რაღაცა და წაიკითხავდა არა ის არის მედვედევის კუბო აქვს შეკვეთილი საზომია დაბალი პრეზიდენტების ის არის რა თარგი მედვედევი პუტინი მე მგონი 2 და 3 რაღაცა სამსახური უნდა იყოს რომელიც გეტყვის რომ მოდი ნუ შევხვდები პრეზიდენტს იმიტომ რომ 4 წელიწადში აირჩევენ სხვას და იმას შევხვდი მაგიდასთან იცი რა მაინტერესებს აი გაუში ჯაფარ ან თქვათ თუ ჩანს იმ ქალს ქუსლიანი აცვია თუ არა რა მნიშვნელობა ქუსლიანი კი არა უდიდესი მნიშვნელობა აი ესეთი კიბერო არის იმასაც რო იყოს ამძვრალი მაინც ოჩოთეხებით უნდა იქ ძალიან მაგრამ ეცინება ნახე არც ისე ქუსლიანი აცვია არც იმას არ აცვია ქუსლიანი არა იმასაც არა ხო და ნახე აი რო ვიცი მე რომ პრეზიდენტის რაღაცა
სტრუქტურაში რო ვარ, ესეთი ვერზილა ჩამოდის და გიფსი ჩასვის გამში და ასრიალე ისე აქეთ ეკითხო აღარ იყვირებს ეს განსხვავება. პრეზიდენტის პროტოკოლი და ვერზილა. დაადევი. და მაშინ იცინეთ და იყავ. არც გიფსი. ამას ეს მოაქორებდნენ. ხო ნაკლებად სასაცილო იქნებოდა. ბევრად უფრო სასაცილო იქნებოდა გიფსი აქაც რო შეხვდებოდა. ეს მაგარი ხალი იმ დღეს იყო ვიდეო მე იმ დღეს იყო მოსული. საქართველოს უყვართ ძალიან ჯორჯია რო ქვია. მილანში ხო იყო იმის გახსნა ოლიმპიადის. დიახ. JD Vance-იც ესწრებოდა და ამასაც შეხვდა და ვიდეო იყო რომ გამოდის შეხვედრიდან 40 ჯიპით გამოვიდა ამერიკის კორტეჟი. ხო თან დამაგად ჯიპის კვალობაზეც კი დიდი მაგის თითო ჯიპი რო დაჭრა ორი კაი ჯიპი გამოდის. ამ რომის ვიწრო ქუჩაში დიდი 40 მანქანა და ესენი მორჩა ეს გამოვიდა ფეხით. არ ჩასვეს? იქვე ცხოვრობს და გადავიდა. ამით დღევანდელი ახალი ამბები დასრულებულია რუბრიკებით შესაბამისად და კატეგორიებით. გადავდივართ სტუმრის ნაწილზე დავდივართ. და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია კოკო როინიშვილი. გამარჯობა. როგორ ახარ? წინვალე და მიხარია რომ თქვენთან. ჩვენც გვიხარია რომ ჩვენ. გაიხარე კოკო, კარგი ადამიანი ხარ შენ. რა ხდება თქვენსკენ თეატრში? ესე დავიწყოთ რა. ხო. დავიწყოთ. თეატრში ხდება შრომა, მუშაობა, ძირითადად ვცდილობ რა შეიძლება მეტი ახალი სპექტაკლი შევთავაზოთ. ო, ჯიგარი ხარ, მაგ საკითხზე დაგიძახეთ. ჩვენ ვერ ვახერხებთ მოსვლას და ბოლო სპექტაკლები რომ მოვიხარ. თქვენ ისე არ მინახეთ არც ერთხელ. მე დამყოფი ვარ თქვენთან. სპექტაკლზე? სტენდაპზე. ჩვენ სპექტაკლზე გელო. მე სტენდაპსაც ვარ დამყოფი და იმაზეც რა ქვია. ბარშიც. არა. უდიში ურეკავ. ჩაწერაზე. სპექტაკლზე არა. მე ვაწვევი სპექტაკლს. სპექტაკლის გარდა ყველაფრად ხმარობ თქვენთან. რომელ თეატრზე საუბარი? აი, ქალაქის თეატრი. ქალაქის თეატრი. მაინც ვერ გავიგე. ქალაქის თეატრი არის. რამდენიმე მსახიობი შევარდათ სარიალ შენობაში და იქ მოაწყვეს თავისი ხელით ააშენეს გარემონტეს და მოაწყვეს თეატრი. დასში ყველანი ხარ? ვინმე თქვენ დაჭერილი ხო არა ყავთ? ჯერ არა. არა, იმედია გადავჭერთ მაგრამ. მაგრამ პოტენციალი კი რა თქმა უნდა, როგორც ყველა. ჯერ არა, მაგრამ ეს რო ეთერში გავა. თუ ჯვარი გწევია. ცეხი იცი სად არის ცეხი? ცეხი წესით ამან თეატრი უფრო უნდა იცოდეს. არა ხო და მაშინ იცი თამბაქოს ძველი ფაბრიკა. არა ვიცი. აიც არის. მაშინ სადგური ხო იცი? ოპტიკის მაღაზიები როა სადგურზე ჩამოლება, იცი? თამარმების ქუჩაზე. ხელი ქუჩა ის ო, ზემოდან რომ მოყვები ოპტიკის მაღაზიებს, მეორე ის არის, რა ქვია, მეორე შესახოვი. ოღონდ ზევიდან რომ მოყვები. ზევიდან რომ მოყვები. მარჯვენა მხარეს. ცეკვაზე დადიოდა ჩემი შვილი. ცეხში თუ ეგ ადგილია. მაინც ვერ მეხვდა. კი შეიძლება არის საბოლოო სტუდია. ო, მან თეატრი მან რუსია და მეორე სართული. ავარიულ შენობას რო გავდა. ვიცი რა ბევრი რაღაც გამაგრება მოხდა, ამიტომ რომ სხვადასხვა სივრცე. რო შედიხარ თეატრიც რო შედიხარ ხარ ავარიულიდან ძალიან შორს არის. იმიტომ რომ ხა შეიძლება კარგი მსახიობები არიან, მაგრამ ხელოსნები. მალი არათ ბევრი სხვა ჯობია. კოკოს. არა, ჩვენ სხვაშორის ძალიან კარგად დაიხვეწე. სხვა შორის რო აკვირდები თეატრს, ბოლოსაც გაკეთებული კარი. ესე ბოლოსგან რომ მიხოთ ისე უნდა წასულიყო. იგი თავიდან ძალიან აცაბაცა. თქვენი ხელით გააკეთეთ? ძირითადად ნაწილი კი, ვიდეოები იდებოდა მე მახსოვს. ხო, ვიდეოები იდებოდა და მთელი ხანი. რაღაცები იყო, რაც უბრალოდ არ ვიცოდით, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლით. კედლის ამოყვანა, ელექტროობა. პრემია უნდა გაიცემოდეს მაგაში. თეატრში ხო გაიცემა რაღაცა. რა ქვია თეატრალური ჯილდო რაც არის თავარი. ეგ იყო, ეხლა აღარ არის, რასაც ჩემ გულის ხო. დურუჯი ერქვა. დურუჯი, ხო. ეხლა შეიქმნა კიდე სხვა დამოკიდებულება. ხო და ხო არის დებიუტი, რეჟისურა, დრამატურგი, ესა რემონტიც უნდა შედიოდეს. დურუჯი საუკეთესო კაფელში კისთვის. ეხლა რა შეიქმნა ახალი რა ქვია?
პრემია თავისუფალია. ანუ რაღაცა. რომელიც დამოუკიდებელი ცალკეულად არსებული პრემია. და რომელს აღიარებთ მსახიობები? რომელსაც მოგცემენ დურუჯი აღარ ყველას არსებობს. დურუჯი აღარ არის. ანუ ურუჯი ვისაც აქ ხო, დარჩა. იღებს აი თუ რო დაიხურა ჩამოართვეს ვისაც ქონდა. სულ ბევრმა დააბრუნა უკან რაღაც გარკვეული მიზეზების გამო. ეხლა და მეორადი დურუჯები გასცეს იმ წერას. ნახმარი დურუჯი. ოდნავ ნახმარი დურუჯი. ერთი მსახიობის ხელში ამარტო გადაცემა. რა სპექტაკლი გაქვთ ბოლო? ეხლა რა ყველაზე ახალი? ბოლოს ბოლოს შენს თუ არ გინახავს ბოლოს წინა თქვა. არა, ბოლო მე დავდგი. მაგრამ იცი რა ძალიან ბევრი სპექტაკლი იდგმება და ხო მაგითო გადავხარშეთ თავში რა. ბოლო იყო მოცარტი და სალიერი. გავაკეთეთ ჩვენ. აი ესე ორივე ერთად დადგით მოცარტის სასწავლებელი. არ დააშორეთ ერთმანეთს. ხო შეიძლება გაგიღოთ. ცალკე მოცარტი, ცალკე სალიერი. ორჯერ მეტი მას სალაროს მოგცემ. მან მაინც ირკვევა სად არის საფლავი მოცარტი? არა, თქო. მოცარტის საფლავი არ ირკვევა. მან რაღაც სხვა ისტორია ეხლა არ მოუყვება. რატომაც დაიკარგა მოცარტის საფლავი რა. რატომ ბიგი მოყევი კაცო? არა, ნუ ის ფილმში რაც არის მიზეზი რეალურად ფორმანთან, ეგ ტყუილი არის რა. მილოშის. რას ქვია ტყუილი? თქვენ სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაცია ხართ. იცი რა არის? თეატრი განცხადება საქმე. რომ მილოშ ფორმაში გადმოცემული ეს აბსოლუტურად თეატრის გარდა ყველაფერია. რემონტი კვლევა. სინამდვილეში ორივე თეატრის შემოდგენილი, ნუ რემონტი ნაკლებად, მაგრამ კვლევა არის თეატრის თქვენ შემოდგენილი. რაღაც ეგ ბიზნესი დაიწყოთ, რომ აი გაურემონტებელი თეატრები იყიდოთ, გაარემონტოთ და გააკიდაო. არ არის გოგებიანი საქმე არ არის. მე ბევრად მეტი ენერგია მიდის და ნაკლები შემოსავალი. ბევრი ენერგია მიდის შენსას რო აკეთებ და გასაკირავე. თავარია პრემიერას გავუწყოთ. ჩინური ჩაი და ავტორი ვინ ყავს პიესას? მე შენ როგორც წარმოგიდგენია მოცარტის და სალიერის ისა? დაახლოებით, ხო ცოტა სალიერის პრიზმიდან არის ეს ყველაფერი და ვის მხარეს ახარ უფრო? სალიერის პრიზმიდანო. სალიერის პრემიიდან გითხრა. არა, ხო, მაგრამ ეს არის შნოსო სალიერის მხარეს. ხო, სალიერის პრიზმიდან როგორც თვითგანამდგურების რეჟიმ ჩართული ადამიანის ხო შეიძლება რაღაც ისე. თეატრია მაინც აქ ესე უნდა მოცარტის მხარეს არის და სალიერის პრიზმიდან უყურებს. უკვე ორი პრიზმა დავიღავთ. ნუ საინტერესოა ყოველ შემთხვევაში ეს გამოგონილი ფაქტი, რომ სალიერი მოკლა მოცარტი ეგეც ტყუილია. და მე მგონი არც იცნობდნენ ერთმანეთს, არც იცოდნენ ერთმანეთის შესახებ. შეიძლება არ იცოდნენ, მაგრამ ეს მოკლას არ უშლის ხო. სიმფონიაც გაქვთ ერთად დაწერილი და სხვა შორის მოცარტის შვილი იყო სალიერის მოწაფე. მაგას ვერ მოდი. ანუ ნიჭიერი იყო სალიერიც ხა მოცარტი ხო არ უნიკალურია. რა თქმა უნდა, გიორგი. ძალიან ნიჭიერი კაცი. შენ რეჟისორობა ამ თეატრთან ერთად დაიწყე, ხო? თუ არა? ცოტა უფრო ადრე მარჯანიშვილში დავდგეთ. ანუ ჯერ შენ რეჟისორობი და მე ეს თეატრი შემოგაშენ. ამ სიტყვის პირდაპირი შენ იდექი რეჟისორი. არა, შემოიშენა. თვითონ მონაწილეობას. რამე განსხვავება არის, ანუ თანამედროვე ხანდელი, ანუ მოთხოვნა შეიცვალა რამე მაყურებელში? რაღაცა ძველებურ სპექტაკლებზე და უშათ აღარ უყვართ სიარული თუ არ არის? ეგრე არ არის. საბოლოო ჯამში როგორ არის ძალიან ცვალებადია თვითონ თეატრიც. ხან რა ძალიან ცოცხალი ორგანიზმია რა. რაღაც მომენტში დაბრუნდება ძველი თეატრი, მე რაღაცა ახალს მოიფიქრებს და მთელი არსებობის პერიოდში ეგეთია თეატრი რა. ვერ გაიგებ ესე ზუსტად ეხლა რა არის. და ბიჭო, შენც თამაშო? მე არ ვთამაშობ. ანუ მოთამაშე რეჟისორი არის ესეთი, როგორც მოთამაშე მწვრთნელია. ერთი მსახიობის თეატრია საერთოდ. მე ეს ერთი მსახიობის არ ნიშნავს რეჟისორი გონოს. შეიძლება რეჟისორი ყავდეს, არ გამოიცხავს ერთი მსახიობის თეატრი რეჟისორის არსებობას.
ნუ ოღონდ მე ძალიან უხერხულად ვიქნებოდი, ერთხელ იყო შემთხვევა, რომ მსახიობი ავად გახდა. შენ დაწერე, შენ დადგი, ბარემ გეთამაშა. არა. სცენის მხატვრობა შემიხვალა. ტანცუეთ სამყარო. არასწორად დაიწყე. შენ ააშენე, შენ დადგე. შენ დაწერე, შენ დადგი და ბარემ ითამაშე. მასი ამოუნებ. მაყურებელი რომ მოვიდა და ფული რომ აქ გადახდით. მასი ამო. აი როგორც რეჟისორი მსახიობ დაუშვათ მსახიობს არ გამოსდის. სალიერი. ვერთან არ ვიცი ახლა ვინ არის გამოსდის ძალიან. არა, ვიღაც რა მეთოდი არსებობს გარდა იმისა რომ გაეტრია კედან. ვინმე სხვა მოვიყვანოთ. არა, მე შენს გიწევს რაღაც კომპრომისებზე წასვლა და თავში როგორც წარმოგიდგენია, თავიდან სანამ დადგამ სპექტაკლს რაღაც წარმოგიდგენია, ისეთი არ გამოდის არასდროს. და იმას როგორც წარმოუდგენია ისეთი გამოდის. ისეთი არ გამოდის, სახელს შუაში ეძებ ოქროს შუალედს რა. თან ადვილე შენ დაწერილი დადგები გადააკეთე. აბა ის მარტივად გადავშალე რაღაცა. არ მიფიქრე იმაზე აი შექსპირი რა სიტყვის ახლა რომ გადავშალე, რა სიტყოდა. აი შენ სადაც რეჟისორი ხარ, ვიღაცა რომ მსახიობია. ის რო რეჟისორია, შენ იმ სპექტაკლში ხარ, რომელიმე შემსახიობი? მაინტერესებს. მეც მაინტერესებს. ოღონდ თუ გაიგე. აი თქვა ამ სპექტაკლში მე ვარ მსახიობი, შენ ხარ რეჟისორი. და შენ სპექტაკლში უკვე მე ვარ რეჟისორი, შენ ხარ მსახიობი და რაღაცა თუ ცუდად ჩავიდები. ხო, შიდა გრიზია თუ არის. კი, თან ხო იცი ცუდად ჩავიდე. პირველი აქცი რო დაგბრიდო. სპექტაკლში თუ რაღაცა ცუდად ჩავიდე 20 წელი გამახსოვრდა. აბა შეკება ერთ თვისში. ხო, არამერი ტაიშს ეკიბადა რომ გაგიხარდა და ერთი თვის მერე. ხო, ეგ სპექტაკლში უნდა ვითამაშო, კი. კი. კი, არის გეგმაში. და რამე ცუდი გაქვს იმისთვის გაკეთებული? არ ვიცი რა, ჩემი ძმაკაცი არის და ეხლა დადგამს და ვნახოთ რას გამიხსენებს ეს ამოქა. ბიზნესმაც მაგაცი მარიცი. ბიზნესმა არის ის მაგაცი. მაგაცები იყვნენ 37-ში წერთა კავშირის ხალხი რომ მაგრებს ეხენებს. ისევ მაგათ ძმები იყვნენ კაები და ამის ტელეფონის ნომერს მოგწევ. რამე ცუდის გახსენება თუ დაგჭირდა. დაურეკე. აუცილებლად რამდენიმე მაგალითს მოგიყვანს. სნალია, აი სნალია რო დაიწყო რამდენი ხანი უნდა სპექტაკლს. შენ რო დაწერო, შენ რო დადგა. თეატრი აშენებულია ვთქვათ. გაჩნია. ბეტანიაში. დაუჭად ბეტანიაში გადაწყვიტა რომ გადააკეთოს თეატრი. როგორ გადააკეთა ხო? რა ქუჩაზეა? რამე რო დამიდგა. რა ქუჩაზეა? თამა ისა მეფე გიორგი მესამის. მეფე გიორგი მესამის 24-ში თეატრი, რა ქვია შენ თეატრს? მაგარი არია, თამარი არა, გიორგი. თამარი გვერდზე ქვემოთა ქუჩა. რა ქვია თეატრს? რას არის ბეთანიის თეატრი? ბეთანის თეატრი, აგერ. თეატრი 1293. ლაბაძიზმის თეატრი. 98. ლაბაძიზმის თეატრი. ლაბაძიზმის. ეს გიორგი მესამ ჩვენი თუ ინგლისის არის? ჩვენ როგორც აღვნიშნე, ქვედა ქუჩა არის თამარი და ზედა ქუჩა ჩვენი არის მამამისი. აი, მოიცა არ დააშორეს. ესე მოყვებია. სხვათა შორის გიორგები ვინც იყვნენ საქართველოს მეფეები, კაი ტიპები იყვნენ. მე-12-ეს ამ გიორგი მესამეს არაკებენ მაინდა-მაინც ზოგიერთები. არა, გახსოვ. აი, რაც თავისი ძმისშვილის მიმართ არა კარგი საქმეები გაკეთებული. ამიტომ მოდი აქ ნუ ვილაპარაკებთ მაგას. ხომ არა ჩვენ. აბა სად ვილაპარაკოთ? სადვე თეატრში. დადგამს კაცი ამ თემატიკაზე და მოიცა, რამდენი ხანი ჭირდებაო რო კითხე? გაჩნია სპექტაკლი. ყოფილა რომ ერთ თვეში დაგვიდგავს თავის დაწერიანი დადგმიერად. მაგრამ ყოფილა რომ ძალიან გაწერილი. თამაშზე რო გადავიდეთ, ესეთი თამაშის იდეა გვაქვს, რადგან თემა არის უბრალოდ სტუმარი ყავს რეჟისორი და თეატრის გარშემო ტრიალებ თემით. ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით, რომელიც ახლა იყო. გუშინ. ხო. ჩაწერის გუშინ. გუშინს წინ. გუშინს წინ. შაბათ. აქ არის სიტყვები. უნდა იყო. შენ ვალენტინობას იყავი იქა ცეხში? ხო. რასაკე? იასტაბელის დღე იყო. ვალენტინობას რა გქონდა სპექტაკლი? ვალენტინი და სალიერი. გადაკეთებული. ხო, გადაკეთებული. ყველაფერზე რო სალიერიები. ვალენტინოს ყველა სპექტაკლი გაჩერება. გაჩერება. გაჩერება.
ჩვენი ძვირფას მეგობარი ნოდარ ზოწენიძე თამაშობს და სხვა დროს მაგ სპექტაკლზე მაინც ველოდებით ზოწესადაც თამაშობს. კაი, აქ ეს ფურცლები რა გვინდა? წერია რენდომ სიტყვები და სამი სიტყვით უნდა შექმნა კომპლიმენტი. ანუ სამი უნდა ავიღო? ხო, სამი უნდა ავიღოთ ჩვენ და მე როგორც რეჟისორი კოკო გვათქმევინებს ამას ხო თეატრალურად როგორ წარმოვთქვათ რომ რამე ღირებულება შეიძინოს ამი და არისო. აგერ ჩემკენ რაც ამიც იყო ბარემ აი მე შუას ავიღებ. ესე და ეს დარჩა. ეს კოკო? არა, კოკოც არის. რეჟისორი არის. ჯერ არა. მოიცერჩა. აუ რა დებილი სიტყვები შემხვდა. აუ მე რა საკაი. ეს არ ვიყოთ თითოს გაცვლას? თავი სიტყვები უნდა დავამატოთ მოდი. დაწუნებული ხარ რო ინა სიტყვის გაცვლა. კი აჰა მოდი მე გამიცვალე დაიცადე ნახოთ და გაგიცრი. დაიცა რა თქვია კაცო კანე ვერტიც აჰა არა ეს ჯობია. რატომ მე გავაკეთე უკვე? ჩემი გაუცვალე? კი. მოდი კანე ვერტი გამიცვალე რატომ მიერღვე? აუ არა ის არა კრა აი აჰა წაიღე გამოდის. არ მინდა ერთი თალი აი ეს მომიზედა სულეთ აჰა. რაღაცა რომ თამაშს მოამიქონდეს რა. პასტა ხო არა გაქვს რა. ვა всё მე კარგი იზავაგროვე რა ხო. შენ სიკოს ფურცელი გაუგზავნე? კი ამისი აჰო იმასაც არდა მაგარი დებილი სიტყვა კი და მე გაგიცვლი ახლა. მიდი ისე ვალგორი შეტანე. ეგა ისე დაბრუნდა. დაუბრუნდა ხო? არა ვიცი მე არაფერს აღარ შეჭა, ეგ ფურცელი შეჭა. არა მე იმას მე მაგ მოიგო, მე მაგ ნაპერწკალი ხო? ოკეანე ვა. და ჰარმონია აუ რა გინდა? ძალიან ხედა უკვე. ძალიან კარგია. ისა და ამას ხო სხვა ოკეანის ღელვის ჰარმონიაში ესე იწყება რა კარგია ვა, მაგრამ დაიწყო. ერთადერთი იმედის ნაპერწკალი ხარ არ ვიცი, აი რა უნდა შევასწორო აქან რა უნდა გეგრები. არაფერი დააჩება უნდა და პრემიერაზე დაგვიცა. რაღაცა ბილეთები რა დაიყიდება რაღაცა ეს როგორ უნდა ვთქვა მხატვრულადო რა ესე ერთი რა მხატვრულად კარგია შეზადიშნავია. მე როგორ შიგნიდან რო გაქვს ჩვეულებრივი წაკითხვის დროსაც აბა დათო მე ვერ მოვაბი თავი ჯერ. მითხარი მე მოგეხმარები როგორც პროფი სინაზე რაც ვერ მოაქვს ინაზე კავშირში ოცნება. ეგეც თუ გამი პოლიტიკურე ხარ ოპა, აბა და და ალგორითმი. ეს არის მე რომ მოგეცა მე მივეცი კაცო. ალგორითმი აბა ის ავიდა ამის ხელოვნური სინაზე და ოცნება ორივე არის ნამცხვარი სხვადასხვა. ამიტომ არ ვცვლიდი. ამიტომ როგორ უნდა თქვა იცი? ოცნება არის პატარა შუებივით არის ესეთი. და სინაზე არის თაფლიანი ნამცხვარია და სინაზე. რა იცი რა უნდა ქნა ახალი ნამცხვარი უნდა შექმნა თანამედროვე ალგორითმი ჩემი სიყვარულის ალგორითმით აი ესე დაიწყე. არა იქი კულინარიაში მივუყავარ ამას ალგორითმები. შენ მიყავ მიდიხარ. შენი ალგორითმის სინაზე მე ვიტყვი შენი სინაზის ალგორითმი. სანამ ის ბოდიალობს ხო ეს ბოდიალა კაცია სიტყვაზე გამოხსენე და ჩვენთან სოფელში რასაც ახიან იცი სინაზე გაბმული ძაღლივით დადისო. აი ექსი მარტო იცი თქმა რა. ეს რა ეს ორ სამჯერ თუ აიარჩაი არა რა სინაზე გაბმულივით დადისო. შენზე ოცნებით მოიცადე დავდივარ სინაზე გამბული ძაღლი. გამბული აბა სინაზე იმბება. ალგორითმი ვერ ჩაჯდა მაინც რაღაც ალგორითმიც გვჭირდება ყველა ვარიანტში. სინაზე გამბული ძაღლის ალგორითმი დავიარები შენზე ოცნებით მტვრალი აი ესე
არაფრიდან საიდან წამოვედი? ნაფთხრებიდან წამოსული. კულინარიიდან წამოვედი და რა სიმაღლეს შევეჭიდე. მე ხელი რომ მომიწერო მე მაქვს ჟანგი, მზე და მუხლი. ჟანგი ჩემგან გაკროიცა. ალგორითმი ჩემგან. ჟანგი რა გაქვს? ჟანგი? მზე და მუხლი. ეს ხო მზე და მუხლი ასაკიანის გამო რა დაჟანგული მუხლი. არა. ჩემო მზეო, მუხლზე დაგიჩოქებ. ჟანგიც რო შემეპაროს, მაინც მეყარებ. ან ყარებს სანამ ჟანგი არ მომედი. ეს რა ლექსის ფინალია ეგ. ლექსის კი არა, ეს გაიუნები დაადგითქო. აღორძინების ეპოქაც. რენესანსი. მიდი. მთიელი პოეტის დაწერა. ცხვარში. მე მაქვს ტრავმა, დებატები და ჰარმონია, რა გაქვს? რომელიც იმას მივეცი. ტრავმა, ხო? დებატები და ჰარმონია. ეს ჰარმონია ჩაითვალე ჩემი ხელოვნური. ყველა სიტყვა სიყვარულზე. არა, ის სიტყვა მომცადა, მე რაც მივიძე არ მოეწონა როგორც მე და ეხა ამას იყენებს. მქონდა და ბიჭო პოეზია საერთოდ რა პოეზია არა ადამიანს თუ ხელი არ გაუმართე რა პოეზიაზე მოიცა რა სიტყვები გაქვს ეხლა მაგ დებატები ტრავმა და ხელოვნური ინტელექტი ხო აი ამებით გააკეთე ეთიცა მისით შეგიძლია გამოიყენო. ხო მაგრამ ეს სამი და ისიც გამოიყენე გამოიყენე ხელოვნური ინტელექტიც მიაყო. მე ხო კარგი ვიყავ არ მინდა კაცო არ უნდა, კაი რა, რაც უნდა ის გააკეთოს. არა მიდი ძვირფასო ესე იწყებს რა წერილია. მოპიეს. კომპლიმენტი არ შეიძლება ძვირფასოთი რო და კი. მაგარი სიტყვა გადადო. მასუხი არა. მაგარი სიტყვა გადადო. მე უნდა სიტყვები რომ შეუმატოთ. არა, ეგ სხვა შორის ეგეთი ამოცანები არის. ხო, ნელ-ნელა ამათებს სიტყვაზე ისე უნდა გადავიდეს, რომ აზრი არ დაიკარგოს. კაი იდეაა. ეს წერილი არის და შევუტანოთ ჩვენი რამის ერთი წამი აქ ჩვენ არა გვაქვს დრამატურგიული ამოცანა აქ ჩვენ გვაქვს ქალს რაღაცა ისა ნაბიჯი ქალს ჩვენიერ ქალს სულში რომ მუსიკა. კლავიშენის რუინი კლავს აურა რა გაიხსე. ვაუ, იმრე მაგას. იცი კაცო ქუთაისელი ხო. ქეთიმერგველი ძვირფასო არსებობს სამი სახის დებატები ჰარმონიული ტრავმული და მესამე ჩემი და შენი საუბრები რომელიც ჩემთვის უფრო ყოველთვის თავვიწყარი იქნება ვიდრე ნებისმიერი სხვა დებატი თუნდაც ხელოვნური ინტელექტი იყოს მეორე მხარე ამას ჭირდება დადგმა დადგმა და მინიმუმ ორი ადამიანი. ეს დიალოგი იყო. ამას დადგმა კი არა, მაგათ მამაო ჭირდება. როგორი კომპლიმენტი. ამას ვიღაცა ამბობს გაგიჟდები. ესეთი რო გახდეს უნდა დაადგმე ვინასწრება რეჟისორი აი ასე. ეგ მონოლოგი იყო, ცალკეული მონოლოგი იყო პრინციპში. ეს ახლა პატარა სალიანის მონოლოგი. აქ რა სერიოზული მონოლოგი. კი, აი ეს მონოლოგი შეგიძლია ჩაიწერო და აი უკვე რომ იწყებს მაყურებელი გასვლას მაგდროს რომ ჩაუშხამო. ხო, იმ დღის სანახაობა რომ ისე რო წავიდე რა აუ რა კაი სპექტაკლი ამა ბოლოში რა. აი ხო კომპლიმენტი ხო რაღაცა ნანო მონოლოგი არის რა ნანო ბოლმით რა უნდა მოსუხაცია კი, არ წარბიარი ხდება. თუ ეხლა რატო უნდა შემწო 48 წლის კაცი თუ კომპლიმენტს ვერ ამბობს უკვე აღარაფერი არ ჭირდება ისე რა კომპლიმენტი როგორ არ ჭირდება ხო ნახე 30 დღე იმახსოვრებს ადამიანი და სულ გჭირდება. კი ამაზე სხვა სტრატეგია აქვს, ვით ამახსოვრებინებს ხალხს ხო იცი და აქამდე თუ ესე მიცხოვრია უკომპლიმენტო და მოსულ ხო და ეხა უკვე კომპლიმენტი ჭირდება და ეშკი თუ არ გადი. ეშკი და შარმით. საჩუქრებზე უნდა გადავიდეთ. ოპა
საჩუქრებზე რა საჩუქარზე. ები ბიჭო გახსენიაბა ესა. ოპა, ნიკორა ხორცს პროდუქტები სცენაზეა. რაღაცა ესე. დანახე ფარდა გაიხსნა. ნიკორა ხორცს პროდუქტები. ეს ყველაფერი შენთვის გამოგვიგზავნეს. რა სლოპარაკი. და თეატრში არ მეიტანო, თორე არაფერი არ დაგჭება სახში წაიღე. სახში წაიღე ძალიან კარგი სოსისები. ეს თან კომაგი, ახალი გამოსული, გინდა შეწვი, გინდა მოხარშე. კრაკოვული. ამას ჩაიდებ ჯიბეში, წაიღებ საზღვარგარეთ, ზაღლი თუ გამოხსნე. თუ არა და შენ შეწამ ძალიან გებრიელი. ეს მე ეს რა, ეს არ მაგასი. უკრაინული. მართლა? ეს ერთ გავხსენ. არ გვინდა ერთად. საგირი ყავს და მოგიყვები. ხოდიში არა, აქ რა გასინჯული. ბიჭო, ის არის რა ქვია. მონადირული. ამას რა თუ იყავით ნიკორა ხორცს პროდუქტების ქარხნის გახსნას. არ გაძლევს. არა, მე ვერ მივხვდი რა უნდა გავეკეთე. და იქ რომ მივედი, თქვენო ნიკორასთან ხართო ვიღაცამ ვერ მიცნო. მე თქვენ ნიკორასთან კი არა ზოგიერთ ფილიალს არა აქვს. იმდენი ძერხვი დარიგებული. რაც მე მაქვს გაცემული ჩემ გადაცემა. აი ესე უთხრა და ესე დაიხოცა ხალხის ეძილება. სარეკლამო მოხვაწეობა. ეს აქეთ გადავდე პროექტი. გადამიდე, ნუ გეშინია. აჰა, ესე თუ მართლა დადგმას დააპირებ. ამერს გაგატანხო. მომი გავატანო. და მსახიობები ათამაშე. სიამოვნებით. კაი, როდის დაგპატიჟებ? წოწეს ჩემგან წოწეს ეს გადარჩენ. ჩემი მუხლი გადაეცა. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან. რა წარმატებაც გისურვებ. აქ მოგცე თუ ნიკოლაში ჩაგიყარა. ჩამიტარე ნიკოლაში. არ მეყურებს ის ბიჭი. წარმატებებს გისურვებ. ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემა დასრულებულია. გემშვიდობებით ერთი კვირით ნახვამდის.